გაღვიძებისთანავე ტელეფონთან კონტაქტით ჩვენ ვიღებთ გარკვეულ წილ დოფამინს და თითოეული ასკროლილი ვიდეო უდრის იგივე დოფამინის პატარ-პატარა დოზას. ამის შემდეგ, როდესაც ვაპირებთ, რომ ავდგეთ და ყოველდღიური საქმიანობა დავიწყოთ, ჩვენს სხეულს უკვე აქვს ეს დოფამინის გარკვეული დოზა მიღებული და გვიწევს ადგომა და ჩვენი ყოველდღიური საქმიანობების გაკეთება, უკვე სხეულს აღარ უნდა, რომ ეს საქმე შეასრულოს, ტვინიც აღარ გვემორჩილება და გვეზარება. იმიტომ რომ სხვა საქმეები, რომელიც ასე ვთქვათ რუტინულია, დოფამინის დოზას აღარ გვაძლევს. შესაბამისად, უკვე გვერთვება სიზარმაცე და აღარ გვინდა სხვა საქმეები ვაკეთოთ, გვირჩევნია ვიწვეთ და ვსქროლოთ ტელეფონი. ასევე მეორე, როდესაც დილას იწყებს სხვისი კონტენტის, სხვისი ინფორმაციის მოსმენით, ტვინი ავტომატურად ივიწყებს საკუთარ მიზნებს, საჭიროებებს და კონცენტრირებულია სხვა ადამიანებზე, შეტყობინებებზე, პასუხის გაცემაზე, სოციალურ ქსელში სიახლეების ნახვაზე. ანუ ჩვენი ფოკუსი გადადის საკუთარი თავიდან სხვა ადამიანებზე. შენ უკვე ვეღარ მართავ საკუთარ დღეს, პირიქით იმ დღის მოვლენები გმართავენ შენ. ზუსტად ეს არის იმის მიზეზი, რომ საღამოს ძალიან დაღლილად გრძნობ თავს, მიუხედავად იმისა, რომ დღისით შეიძლება განსაკუთრებული არაფერი არ გაგიკეთებია. და კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც მართლა ძალიან მოქმედებს ადამიანის ცხოვრებაზე, როდესაც დილით შენ ტელეფონით იწყებ დღეს და რამდენიმე საათს ლოგინში ატარებ, იცი რომ ეს არ არის სწორი და ფიქრობ რომ მორჩა ხვალიდან უკვე აღარ გავაკეთებ ასე, ადრე ავდგები, დაგეგმავ რაღაცებს, მაგრამ ხვალინდელი დღე ზუსტად ისეთივეა, როგორც წინა დღეები. ანუ ისევ იწყებ ტელეფონით სკროლვას, დროის საწოლში გატარებას და ასე შემდეგ. ეს კიდევ რას ქმნის? ეს ქმნის დამარცხების პრეცედენტს. იმიტომ რომ შენ ამბობ გავაკეთებ ხვალ და უკვე იცი რომ ხვალ ამას ვერ გააკეთებ, ამით კიდევ ერთხელ კარგავ საკუთარი თავის მიმართ ნდობას, რაც თავის მხრივ იწვევს თვითშეფასების კვლავ და კვლავ დადაბლებას. ზოგიერთს გონია, რომ ეს არის სიზარმაცე და ასეთი ადამიანები არიან ზარმაცები, მაგრამ სინამდვილეში ასეთ ადამიანებს კონტაქტი აქვს დაკარგული საკუთარ თავთან. მაგრამ თუ ჩვენ დილის რუტინას შევცვლით და დილის იმ პირველ წუთებს, როდესაც ჩვენი ტვინი პროდუქტიულია და ენერგია მაქსიმალურად გვაქვს, გამოვიყენებთ ჩვენ და სასარგებლოდ, ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შევცვალოთ. და ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით იმას, რომ დილით ტელეფონს არ უნდა გაეკაროთ. პირველი 7 წუთი მაინც, როდესაც ტვინი არის ალფა მდგომარეობაში, ტელეფონის ნაცვლად უბრალოდ დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ თქვენი ცხოვრების საოცნებო სცენარი. ყველა შეტყობინება, გამოტოვებული ზარი, სხვადასხვა სიახლეები იმ 7 წუთის განმავლობაში რომ არ ნახოთ, ამით არაფერი არ დაშავდება. მეორე რჩევას, რასაც მოგცემდით იმ პირველი 7 წუთის შემდეგ, როდესაც წარმოედგენთ თქვენს სასურველ სცენარს, კიდევ არ მოკიდოთ ტელეფონს ხელი, შებრძანდით აბაზანაში, მოიწესრიგეთ თავი და იმ 7 წუთს კიდევ რამდენიმე წუთი დაემატება. და როდესაც დილის რუტინას მორჩები, მოიწესრიგებ თავს, კიდევ 7 წუთი დაუთმე საკუთარი მიზნების დაწერას ან გონებაში მათ წარმოდგენას. გაიხსენე, რატომ ცხოვრობ, რა არის შენი ცხოვრების მთავარი მიზანი და დღეს რასაკეთებ ამ მიზნისკენ მისასვლელად. რაღაცა ერთი ქმედება მაინც გააკეთე დღის განმავლობაში, რომელიც ამ მიზანთან დაგაახლოვებს. თუ მოგწონს მსგავსი ტიპის ვიდეოები, აუცილებლად გამოიწერე ჩემი არხი და გაუზიარე შენს მეგობრებს.